მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაგიკეთეთ ახლა. მისი ფიქრები, მისი ბოლო ფიქრები, ესე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში როგორია, რაზე ფიქრობს, რას ფიქრობს, ვინ ხართ მისთვის. გაშლას იდენტიფიკაციით მიხვდებით, რამდენად თქვენია, ნახავ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, როცა ამ გაშლას ვუყურებთ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, თუ დაემთხვა უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ლაიკები არ დაგეზაროთ, ნახვები ბევრია, ლაიკები მინიმალური, გააქტიურდით, იაქტიურეთ ლაიკებზე, გაზიარებებზე, თქვენ კომენტარებზე, რა გსურთ საერთო თემად რომ იხილოთ ჩემგან გაშლათ და მაქსიმალურად გავითვალისწინებ ხოლმე პირადი გაშლებისთვის გადმოდით ტელეგრამში. ტელეგრამში ვაკეთებ პირად გაშლებს, ფასებს, დეტალებს გაგაცნობთ იქ. ვინ ხართ თქვენ ახლა? რა ენერგიებში ხართ? ენერგიებში ხართ მთვარე ამოდის მაღალი აზანი. მე-18 ეს არის ძალიან ბევრი ეჭვები, დაბინდულობა, უნდობლობა, გამოძიების მსგავსი რაღაცა ამბავი შეიძლება მაქსიმალურად აკვირდებით ცოცხლებს ერთმანეთისას, არა მხოლოდ თქვენ. ეს არის მაქსიმალური მგრძნობიარობა, მაქსიმალურად ყველაფერზე, ესე იგი, ყველაფერი რომ გულზე გაგდის და ნერვიულობ, ძალიან ისეთ უნდობლობის ენერგეტიკაში ხართ მის მიმართ. და ასევე მე-7 მაღალი არკანი ამოდის, რომელიც გვიჩვენებს, რომ რაღაცნაირად წინ მიდიხართ ცხოვრებაში. აი ამ ადამიანზე მიუხედავად იმისა, რომ ეჭვებში ხართ და შეიძლება აკვირდებით მის სტორებს სოციალურ ქსელში, მის აქტიურობას და მის მოქმედებებს, მიუხედავად ამისა, თქვენი ცხოვრებისეული გეზი აღებული გაქვთ წინ და ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც ლოდინის რეჟიმში ვერ ვიტყვი რომ ხართ, შეიძლება რაღაც ნაწილისთვის გადაადგილებაში ხართ, ან ბევრი გადაადგილებები გიწევთ, როგორც ასეთი სამუშაო სფეროთი, თუ დასვენების მომენტებს ხშირად ვიკენდებს იწყობთ და ქალაქგარეთ მიდიხართ, ისვენებთ, რაღაცა გადაადგილებაში ხართ, როგორც მინიმუმ პირდაპირ გაგებით და მაღალი არკანით 7-იანით საჭე გეტყვით, რომ უბრალოდ თქვენი ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და საჭე აიღეთ წინ სვლაზე და არა ერთ ადგილის ტკეპნაზე და განუვითარებელ არაპერსპექტიულ ურთიერთობაზე და კიდევ მაღალი არკანი მზე. სწორედ კარტიც მიმტკიცებს ამას, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაქვთ თქვენ ცხოვრებაში და სამუშაო რეჟიმს ეხება თუ საერთოდ ადამიანის პოვნას, შენი მეორე ნახევრის პოვნას, შენ ცხოვრებაში პროგრესირებას, როგორც ადამიანისას და მაქსიმალურად წინსვლას, ასევე კიდევ ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ თბილ ქვეყნებში გაფრენას, წასვლას გეგმავთ, ემიგრაცია იქნება თუ უბრალოდ დასვენების თემატიკა, ამაზე არ გვაქვს რომ ვარკვიო ახლა ამ თემაში და ამ გაშლაში, რაღაცა დათბობილია თქვენ ხალისზე ხართ, აი რაღაცა გაზაფხულის მოლოდინში ხართ, მზის მოლოდინში ხართ, რაღაცა გაგინათდათ გონებაში და მიხვდით რომ წინ უნდა იაროთ და უკან არ უნდა წარსულსა ტირილის ლოდინში ტირილის რეჟიმში არ უნდა ამყოფოთ თქვენი თავი, არამედ უნდა გაიხაროთ ყოველი დღით და ყოველი წუთით და აი ეს რაღაცა გაგინათდათ გონებისეულად, მიხვდით რაღაცეებს რომ ეს ადამიანი ვინ იყო და რა იყო თქვენ ცხოვრებაში და ემოციები დატოვეთ და წახვედით ამ ურთიერთობიდან, დიდი ალბათობით თქვენ წახვედით. დაშორიშ რაღაც ნაწილისთვის იქნება რომ თქვენი ურთიერთობა ახლა ვარსკვლავის დონეზეა, ანუ დაშორიშორებული ხართ, როგორც ვარსკვლავის ზევით ადამიანები ქვევით, ერთმანეთს ინტერნეტით აკვირდებით, ან ინტერნეტით გაქვთ მარტო მიწერ-მოწერა და სინამდვილეში შეხვედრების დონეზე პაუზა გაქვთ ურთიერთობაში, მაგრამ ემოციურ ფონს მიხვდით, გაგინათდათ, რომ ეს ემოციები და ამ ადამიანისგან შემოთავაზებული ემოციური ფონი არ გაწყობთ, აი თავი დამანებელ ნახეთ როგორი კარგია, არა შენ ჭირიმე, შენთვის დაიტოვე აი ეგ ემოციები, მე არაფერში არ გამომადგება და ჩემ პროგრესირებას, ჩემ ცხოვრების პირად აწყობას, ურთიერთობისას აი ეს ემოციები ვერაფერს ვერ უსავსო. აი ესეთი ემოციებიდან შებრუნებული ადამიანი ხართ და წინ მიდიხართ მაქსიმალური სისწრაფით. სწრაფი კარტია ძალიან საჭე, რომელიც მე აღვნიშნე ცხოვრებისეული განვითარების დონეზე, როგორც ადამიანი პროგრესირება გსურთ, შეიძლება სწავლის დასრულება გსურთ და პროფესიაში, ასე ვთქვათ, წარმატებული ყოფნა და არ გესიყვარულებათ, არ ასე აგდებით, არ
ურთიერთობებად, სწორი ნათქვამია. მოკლედ, ყველა ვარიანტში მამაკაცებისთვისაც, ქალბატონებისთვისაც გაშლა ორივე სქესისთვის არის. ყველა შემთხვევაში მიხვდით, რომ ამ ურთიერთობიდან უნდა წახვიდეთ და თქვენ ცხოვრებას მიხედოთ. აი ორი სიტყვით რო გითხრათ, თუ ენერგეტიკა ემთხოვა. ნახოთ და მაინც გაინტერესებთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი, რატომღაც. აი რაღაცა გულის კუნჭულში ისეთი გეტნით, რომ აი აბა რას ფიქრობს და უჩემოთ როგორ არის, გავიგოთ. თვითონ გამოგვეცხადა, ესე იგი, გადმოვარდა დიდი ამბით, ეს კარტი ილტვის და დაჟე ორი კარტი ილტვის. ესე იგი, შეძლის მეფე გადმოვარდა, მეგობრებო, შეძლის მეფე არის ძალიან ცეცხლოვანი, პრინციპში ძალიან გულთან პრობელი საწინააღმდეგო სქესის, გაშლა ორივე სქესია და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ, რომ ეს არის, ესე იგი, ჟეზლის მეფის ენერგიებში ეს ქალბატონი ძალიან ისეთია, დამპყრობელია, ძალიან ჩქარია, მიდი-მოდიშია, კიდევ ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ საჭე უჭირავს ხელში და წინსვლაზე აიღო მთელი თავისი მიმართულება მიდის წინ იაროს და არ ტკიპნოს და უკან არ იაროს, წარსულში არ იქექოს. გარდა ამისა, ძალიან ცეცხლოვანია, ძალიან ტემპერამენტიანია, მიმზიდველია, შარმიანია, საწინააღმდეგო სქესისთვის, ძალიან უყვარს მუშაობა და ამ ყველაფერში თავისი ენერგიის ჩადება. კიდევ ვიმეორებ, ჟეზლის მეფე საერთოდ მოუსვენარია და ცეცხლი აქვს ტემპერამენტი, ერთ ადგილას გაჩერებულს ვერ იპოვი, სულ რო საქმე არ კონდეს, მაინც ივლის და რაღაცას თავის დასაკავებელ საქმეს იშოვის. აჩვენებენ, რომ რაღაცა კონკურენციის წინაშე არის ეს ადამიანი. კონკურენცია არის დიდი ალბათობით, ვინაიდან თქვენზე ვშლით თქვენ პიროვნებაზე და უწევს მას უნარიან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, ჩაბმა, თქვენი გულის მოსაგებად, ან შემოსარიგებლად, ან რაღაცნაირად ყურადღების თქვენი მისაპყრობად, რომელიც თქვენ წარმოადგენილი ხართ მისთვის, როგორც პენტაკლის დედოფალი. შეიძლება მიწის სტიქიას წარმოადგენდეთ თქვენ როგორც ასეთი ჰოროსკოპით, მაგრამ ყველასთვის არ არის საკვირველია, რაღაც ნაწილი იქნება ასეთი. ყველა ვარიანტში მისთვის ძალიან ღირებული და ძვირფასი ქალბატონი ხართ, პენტაკლის დედოფალი. ეს არის ქალი, რომელმაც თავის ფასი იცის, გამომუშავება რესურსის ძალიან კარგად გამოდის, როგორც ესეთი თავის მიხედვა, ათასნაირი კოსმეტოლოგიური თუ ესეთი ძვირადღირებული პროცედურებით, მაინდა-მაინც 20 წლის გოგონა თუ მიყურებს, ახლა ბევრია ბოტოქსები და ფილერები და მასაჟები არ გჭირდებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი თავის ფასი იცით. კარგად ჩაცმა გიყვართ, ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, პარფიუმერია, მაკიაჟი და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი. მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ ყველა ვარიანტში და ღირებული ქალბატონი ხართ. ქალბატონი, რომლის გულის მოსაგებად აი ესე კონკურენცია იცის მან, რომ არის თქვენზე და ყველას ასე იოლად არ მიაქცევთ ყურადღებას და არ გადაუშლით გულს. მაგრამ გამარჯვებული უნდა რომ იყოს ფიქრის დონეზე, ამას ფიქრობს, სასაკვირველი ფიქრებს ვკითხულობთ, უნდა რომ აი ამ კონკურენტულ ბრძოლებში, ასე ვთქვათ, გამარჯვებული გამოვიდეს თვითონ. იმიტომ რომ 6-იან ჟეზლიც არის გამარჯვებული მეომრის კარტი, სადაც ყველა 6-ვე ყველა ადამიანი გარშემო, ასე ვთქვათ, ტარს გიკრავს, რომ მალადეც შენ ეს გააკეთე, შენ ეს გამოგივი და თუ ჟეზლი აქვს მას თქვენთან მიმართებაში ფიქრის დონეზე, თუ ჟეზლი არის რასაკვირველი ცეცხლოვანი ენერგეტიკა და ესე იგი ჟეზლი თავისი ინსტრუმენტი, რომელიც ასე ვთქვათ, არ ასვენებს თქვენთან მიმართებაში და ფიქრის დონეზე, უფრო მეტი ჟეზლები ამოდის, ძალიან ბევრი ჟეზლი ამოვიდა ახლა და ეს არის უფრო ცეცხლოვანი ენერგეტიკა, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მამაკაც თუ ქალი არ მიზიდულობით არ მოწონს და ასე ვთქვათ, არ ფორიაქდება და ცეცხლი და თვალებიდან არ გადმოდის მის დანახვაზე, ურთიერთობაც ამის მერე იწყება და სიყვარულიც და გრძნობაც მამაკაცებში. ასე რომ ქალბატონებს ვეუბნები, ასე რომ ეს რომ ჟეზლი აქვს, ეს ცუდად არ მიიღოთ თქვენ თავზე, ქალბატონებს გეუბნებით, მამაკაცებისთვის ვიტყვი, რომ ძალიან ცეცხლოვანი ენერგეტიკა და მიზიდულობა აქვს თქვენთან მიმართებაში. თქვენ მისთვის ხართ საყვარელი ქალი, გარდა იმისა, რომ რესურსული ხართ და შეგიძლიათ თქვენი თავის მიხედვა სხვების გარეშეც ფინანსურად რასაკვირველია გულისხმობ, ასევე ხართ ძალიან ემოციური, ძალიან მოსიყვარულე და ძალიან ძვირფასი, მაგრამ აჩვენებენ, რომ ცოტა ხანი ისეთ შარზე იქნება, შეიძლება კონფლიქტსაც წამოკრათ ხელი ერთმანეთთან
სიტყვაზე აბმით, მაგრამ ეს ადამიანი დროს აძლევს ამ ურთიერთობას, დროს. ჯერ არ აპირებს დანებებს.